გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღესაც კარგი ამიდიბობს. მივდივარ ლილოში რიმეჩკასთან ერთად. რიმასაც უნდა ნაჭრები თავის შვილიშვილს უნდა შეუყეროს. და მეც ჭირდება ნაჭრები, ამიტომ მივდივართ ყველანი ერთად. მინდი გვაქვს ფანტასტიკური და სადღაცა ზაღლიყებს. მე მიაწოდებს. მართალია ულკულტურად გადავდივარ. თბილისურად გზაზე, მაგრამ ძალიან მიჩქარება. მორიგი მზიანი დღე თბილისში. ძალიან თბილა, ძალიან კარგი ამინდია. და ფეხით მინდა და დღეს ჩასვლა, დღეს 21 გრადუსია თბილისში და ეს რაც მაცვია ეგეც ბევრია, მაგრამ ვერ ვასწრებ ფეხით ჩასვლას. მივდივარ ჩემი სწავლების პრაქტიკის მეორე გაკვეთილზე. ძალიან მომწონს, ძალიან მიხარია, სიტყვით ვერ გიხსნით როგორ მიხარია, რომ პლუს ჩემ ერთ ასე ვთქვათ ოცნებას ავიხდე, ოცნება უფრო არა, დიდი სურვილი, ოცნებები უფრო სხვა მაქვს, სიმართლე გითხრათ, მაგრამ ჩემი დიდი სურვილი რაც ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში კიდევ წინ წამიყვანს და კიდევ უკეთესად ყარად და ძლიერად დავდგები. ასე რომ წავედით ჩემი პრაქტიკის გაკვეთილზე. პრაქტიკას მოვიჩი და ეხლა მივდივარ ჩავაბაროთ ამანათები, ჩემი შევკეთები აუცილებლად უნდა ჩამოვარიგო. ყველაფერი უნდა ჩამოვარიგო, ჯერ გურამიშვილზე წავიდეთ, მერე დიდ დიყომში. რაღაცას მიაგრიხინებენ წინ. წვანია, გავიქეცით. რამდენი ხანია ვცხოვრობ თბილისში. მთელი ჩემი ბავშვობა მაქვს გატარებული ნახალავკაში. ჩემ სკოლაში, სადაც მე დავდიოდი, დადიოდნენ ბავშვები, ანუ საზონიდანაც, გურამიშვილიდანაც, მთელი, იქვე რა, შემოგარენში, ყველა დადიოდა. გურამიშვილის ჩიხი, ხო, მე მგონი სწორედ მოვიდა. ხო და აი არასოდეს არ ვარ ნამყოფი გურამიშვილზე, ეს შემოსახვა, რაღაცა იქ რა, აი როგორ გითხრათ. ღრმაღელიდან სარაჯიშვილამდე აი არავის არ ვიცნობ რა, აი ნაცნობიც კი არ მყავს ჩემი სკოლა ხო დადიოდნენ ბავშვები, მაგრამ აი საერთოდ არავის არ ვიცნობ და ეხლა ვერ გავიდე მე რა. ეს 16-ია, 18 რომელია. და იმას გიყვებოდით, რომ გურამიშვილზე საერთოდ არავის არ ვიცნობ, არაფერი არ ვიცი და ეხლა მომიწია მოტანა გურამიშვილის ჩიხია და იქ ჩამოვიდა გოგონა ხიპუცა, აი იყო თავისი საწავარეს დამჭერი, გახსენით თქო და გახსნა და ძალიან მოეწონა და ძალიან გამიხარდა. ვიდათ ახლა მივიტანოთ შემდეგი ამანეთი. ახლა უკვე მივდივართ დიდ დიღომში. აქეთ საკაი რაღაცები აუშენა, აქეთ კარგი რაღაცები ძოლები ხო რა სამყოფ ვიცოდი, მაგრამ ისეთი ლამაზი და საყვარელი კორპუსები აქვს დაშენებული, ნახეთ როგორი ლამაზია. ძალიან მომეწონა. ეტანი შუტკი შვენიერია ყველაფერი. დღეს ისეთი კარგი ამინდია, ყველა ბედნიერი დადის, ყველა რაღაცა ცეკვით და სიმღერით დადის. ძალიან მომწონს. სულ ასე უნდა ვიყოთ. სანდრას საოცნებო მანქანა შეგხვდა, საოცნებო ფერი. ვაი მე ნახეთ რა საყვარელია. გააფრენდა ალექსანდრა ეს რო ენახა მას უყურეთ. კაკიზდება. ვაი მე რა საყვარელია. ეხლა მეებზე ვნახოთ შემდეგი მისამართი და დავეშვათ. უცბად ჩავაბაროთ, მერე უნდა მოვიდე, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ჩემი ბაჭიები ყველაფერი ამოიყიდა. არა, ყველა არ ამოიყიდა, მაგრამ უმეტესობა გაიყიდა და უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და ძალიან ბევრს მოგეწონათ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ცებით პირველად ვარ. რაღაცნაირია. მინდა პირველად ვარ. ორი,აშენია. ეს რაღაცების უკან რაღაც მოუყვება. წავედი. დაჯარება არ არის. მე პოლიციადან გურამიშვილზე ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობ. არ ვიცი რა გამოგმა, ძალიან სისუფთავეა. აი ძალიან სისუფთავეა. ნახეთ როგორ ბრიალებს ყველაფერი. ცოტაც და მოვჩები ყველაფერს ძალიან ცხელა. გავიხადე პიჯაკი, მომაქვს ესა
ჭაიმე ბელარუსული სახლი როგორ გამიხარდა. როგორ მიყვარს თქვენ ვერ წარმოგიდგენთ როგორ მენატრება ბელარუსი თქვენ ვერ წარმოგიდგენთ აი ძალიან მენატრება მაგრამ ჯერჯერობით არ ვიგეგმავ არსად წასვლას პიცის ყველაფერი ვიყიდე დღეს უნდა გავაკეთოთ პიცა და დავტესტოთ ჩვენი ახალი ღუმელი მეგობრებო უკვე დამიწერეთ კომენტარებში რომ მეც მაქვს ესეთი ძალიან კარგია მიხარია რომ ძალიან კარგია და კარგი არჩევანი გავაკეთე ჯერ არ დამიტესტავს ეხლა ვიყიდე ყველაფერი პიცისთვის ალექსანდრამ თხოვს უკვე დიდი ხანია ამიტომ დღეს გავაკეთოთ პიცა როგორც პეპერონი ხო ვიღო კი ასევე ალექსანდრას ძალიან მოეწონა ჩემი საყვარელი პიცა ლორი და სოკო რაც შეეხება კეჩუპს და მსგავს რაღაცებს სახლში მაქვს ჩემი გაკეთებული კეჩუპი უბრალოდ ტომატი საფხულში გავაკეთე შემოდგომაზე უბრალოდ ხო და მაგას გამოვიყენებ და ეხლა ვიყიდი სულ გონსით მივდივარ ჩემს საყვარელ მაღაზიაში 4 სეზონში და იქ ვიყიდი სულ მომზადებული პიცა ძალიან გემრიელი გამოვიდა კეთ უკვე მეორე მზადდება უბრალოდ ნახეთ როგორი ლამაზია ღმერთო ეს ხო ეხა ძალიან სიგიშეა გუში ისე მცხელო და მაისურით დავდიოდი და ეხა დუტის კუტკა მაცვია ხევით ისევ და ისევ ვიტყვი იმას რომ იმდენად ქარი არ არის როგორც ჩემი სახლიდან ზევიდან ძალიან ქარია ეს რა აწვით მანჯერებს ქარი რო არის მაგის გამო ძლიერად აწვით და ისეთ შეგრძნება აქვს რომ სასწაული ამინდია თუმცა არ ძალიან არციო და არ ძალიან ისეთი ქარი არ არის მივქრი ვარ ფოსტაში ამანათები უნდა გავაგზავნო სასწრაფოდ ჩემი ამანათები თორე დღეს შაბათია და რო არ გავაგზავნო რო ვერ მოვასწრო ეხლა იქნება ძალიან ცუდი იმდენად გადარბენაზე ვარ რომ წეღან სახლში მოდიოდი და კარებზე ჩიპის ნაცვლად ტელეფონში ბარათი ჩავთე და ბარათს ვადებდი ნატამ აუქრი კარგად იქნება სამედღია გარეთ ისეთი ქარია მეშინია არ წამიყოს რატომ ხარ ისე დაემთხვა რომ ყველაზე ბევრი შეკვეთები აი ესე დამინდებში მოქვს მისატანი ამიტომ დღესაც მივდივარ ეხლა მივდივარ ვაკეში უნდა წავიღო 2 შეკვეთა მე უნდა წავიდე ნახალოვკაში და მე საბარავდი დავბრუნდი სახლში უკაცრავად მაგრამ გარეთ რა ხდება აი მე რა კარგია აქ მასტაში ჩავჭდები და ერთი საათის გზა აქვს ხვიდად ვიჭრები ტელეფონში უნდა გავაკეთო რაღაცეები ვიმუშავა დავმონტაჟო ტრანტაკიცის ვიდეოები ღმერთო როგორ ცივა არა კი არ ცივა ქარია და დღეს რაღაცა ძალიან ისე ვარ ჩაცმული დაბლებზე მე რომელი გადის ნეტა მე მგონი ეს ქარიც არის აი როგორი ქარია იცი გუშინდელი მონაგონი იყო გუშინ შედარებით კი არა და ბევრად ნაკლებად ძლიერი ქარი იყო და წვირდა უბრალოდ და დღეს არ წვის გლიჯობს ყველაფერს ქარი სადმის ერთ გავყვაში ორი ამანაცაც მივიდა და მგონი აქეთ ქარი ჩადგა თუ რა ხდება ვერ გავიგე თუ ცოტა ხანში დაუბერავს ისე არ ვიცი დღეს არის რაღაცა ძალიან გიჟური ამინდი ხო და ეხლა ამ ამანაცაც რომ მივიდან ფალიაშვილზე მე გადავალ ჩემ დაქალთან ერთაულში არ მინახავს საუკუნეა აი მართლა საუკუნეა არ მინახავს და იხო ნაკავ всё მეგობრებო ბოლო ამანათით შევაბარე წავიდეთ ბოლო მესამე მაგრამ სანამ მესამეზე წავიდეთ ჩემ დაქალთან всё მეგობრებო მე გამოვედი უკვე ჩემი დაქალისგან ბევრი ვიჭორავეთ აბა დავლიეთ შევთანხმდით რომ პასკებიც უნდა დავაცხოთ მაგრამ მე სახლში დავაცხოთ ამ წელს მაგრამ ესე მივალ დასახმარებლად წინასაც ერთად გავაკეთებ და ამ წელსაც მივალ მივეხმარები მოკლედ ახლა მივდივარ რომ მესამე შეკვეთაც მივიტანო
და შემდეგ უკვე გავიდეთ ვალდბერისში. წამოვიღო ჩემი ქსოვილები და ავცუნცულდეთ მარისთან, იმიტომ რომ ვალდბერისი მარის გვერდზე არის იქ, სადაც მე მაქვს მითითებული გაცემის პუნქტი და წამოვიღოთ. ვოტაკ, ესეთი ამბები გვაქვს შვენიერი. ფილარმონიასთან ვერთ რამდენი ხანია აქ ყოფილვარ ეს. Რაღაც დღეს დაემთხვა მაინც და მაინც ესეთი ბიჟური ამინდი, თორე კაი ამინდი რო ყოფილიყო. ესე ფეხითაც მშვენივრად შეიძლებოდა წინ და უკან სიარული. ეხა რა ქვია მას ფილარმონიამდე ჩამოვედი ავტობუსით. ჯეჯელატო. ხო და ფილარმონიამდე ჩამოვედი ავტობუსით. ჩავალ მეტროში და ამოვიდე ვაგზალზე და იქიდან წავიდე. შემდეგ უკვე მესამე ამანეთი მივიტანო. კიდე კაი ქარი ჩადგა სხვათა შორის. უკეთესი ამინდი გამოვიდა. თორე საშინელება იყო იქ გლიჯავდა, რასაც ქვია. წეგან პირველი შეკვეთა რომ ავიტანე ყიფშიძეზე. თან იქ ახალი კორპუსები შენდება და მეგონა რომ ეხა გადამდგავს სკორა, ეხა წამაცლის თავს რაღაცა თქვა ჯარ ჩამოვარდეს არაფერი თქვა და შიშით მივდიოდი, რასაც ქვია. მაგრამ არა, დამშვიდე და სიტუეიშენი. მესამე შეკვეთაც მივიტანე მეგობრებო და სავარაუდოდ ეს გოგონა არის ჩემი გამომწერი, რა საყვარელია რომ ცოდნო და რომ თქვენ მიხვიდოდით რამეს დაგახვედრებდით. აუ ძალიან მესია მომენტი საყვარელი იყო. ეხლა ველოდებით ავტობუსზე წავედით ვალდბერისში გამოვიტანოთ ჩემი ამანეთი. მოგას გილოცავთ მეგობრებო, საერთოდ დამავიწყდა რომ დღეს არის ბზოვა. დედა ჩემადამირეკა შენ ჩადიო და შენ მოიტანე ობზა და აი ესეთი პატარა ვიყიდე, იმიტომ რომ ესე კი ვერსად ვერ ვნახე ბანკომატი, რომ თანხა მომეხსნა. ხო და რა ვიცი რაც მქონდა ეგ ვიყიდე, ეგ გუში ხო ქარი იყო და წმინდა. მაგრამ დღეს არის გასამმაგე Galia! გუში რო ესეთი ამინდი ყოფილიყო, რაღა მიჭირდა, მაგრამ გუში დაიქცა თბილისი. ლამის ამოწყდი მეც, იმიტომ რომ მე გუშინაი ორჯერ აღმოჩნდი ისეთ სიტუაციაში, რომ ლამის აი მართლა სიკვდილს რო თვალებში ჩახედავ. პირველი მომენტი გამარჯობა. ძალიან სიამოვნოა. Вот. მომენტამდე თქო მეკეთება. ხო და იმას ამბობდი რომ გუშინ ისე მოხდა რომ ძალიან კარი ხო იყო, ძალიან ძლიერი და ვაკეში იყო. ახლაშნებულ კორპუსთან გავდიოდი და ფანერობით იყო გაჭედილი და აი როგორ გითხრათ, აი ცხვრწინ ჩამიარა, ოღონდ რა უკნიდან მიფრინავდა ეს და ასე ცხვრწინ ჩამიფრინა. ნუ მართლა გადავრჩი. მერე გაჩერებაზე კერდაშუქრის შემწევიდექი და გადავსულიყავი და ველოსიპედისტი რაღაცა მიკრო და ველოსიპედისტი რაღაცა ველოსკურიერი იყო და ველოსიპედისტი ისეთი ქარი იყო, თქო დაუბერე და ვერ ისქნა რა, ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და დაეჯახა გოგოს რა, ჩემს გვერდით იქვე იდგა. საშინელება იყო. ხო და დღეს ერთი შეკვეთა გვაქვს მისატანი ახლა უცბად ლუბლიანაზე. ხოთა მივიტანოთ ჩემი ნანო და კიცი. როგორ მიხარია თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. დღეს უნდა მქონოდა პრაქტიკის გაკვეთილი, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ვერ. მაგრამ ხვა მინდი ფანტასტიკური. დილამშვიდობისა. მივქრი ვარ ფრესკოსთან, უნდა შევხვდეთ ჩემს ნათლს. უნდა მომცეს ნაჭერი. მოკლედ ერთი ნაჭერი მჭირდებოდა და მე ვერ წავედი ამის გამო. ხო და თვითონაც თეთრეულის გვერდი აქვს, ძალიან ლამაზ თეთრეულებს კერავს. ხო და ის რა ქვია, ვთხოვე რომ მეთქი, მაგრამ ჩემიც წამოიყოლოს კურიერმა თქო და რაც უდად გადადის ნანო და ხო და ახლა შევხვდა ფრესკოს და წამოვიღე ჩემი ნაჭერი. დაიხალე. სანდოს გავყავდა მომანილი ექიმთან, ცოტას ახველებს. ცოტას კი არა, უკვე მეორე კვირა ახველებს და თავიდან მე ჩემით ვიყავი ჩართული მკურნალობაში, უკეთებდი ინგალაციებს, მაგრამ აშკარად უშედეგოთ, ამიტომ ახლა
მოვედით, მაგრამ მე სამწუხაროდ, ანუ იმ ხელარიგებია, სამწუხაროდ ვეღარ დავრჩი, დედაჩემთან ერთად ვიყავი წამოსული, წამოვიყვანე სპეციალურად, იმიტომ რომ როგორც გული მიგზნობდა, რომ ვერ მოვასწრებით. მაგიტომ ახლა დავყოლე დედაჩემი ალექსანდრასთან. დავტოვე და ესე გურა მინდა მე ჩემი მოვა ეხლა რა კაია. ხო დედაჩემი შეიყვანს ექიმთან, სხვა გზა არ არის, მე მიდვარ პრაქტიკის გაკვეთილზე და ვერანაირად ვერ გავაცდენ, ისედაც ძალიან რთულია მოიყვანა მოდელი. ამიტომ აი ესე მომიწია. პირველი შემთხვევა არის, როცა ჩემი შვილის სხვას რა ნუბებიას მიყავს ექიმთან, ესეთი არასოდეს არ ყოფილა ყოველთვის მე. დავყავდა ალექსანდრიშკა ექიმთან და სად არის ვერ გავიგე ჩემი ავტობუსი. ესეც საკმარისია, ხო? ეხლა რა ვქნა გიცი? მაგას რო გადააკრავ, მინდა რომ კისერი გავუკეთო და მე იქამდე ფოტოები გადაგიღო უკვე კისერზე, before after უნდა გავაკეთო. ხო აი ესე.